იცოდით, რომ უწმინდესი ილიამ მეორე წელიწადში რამდენჯერმე იტარებდა ჰეჯამათის პროცედურას. ეს არის ფერეიდნელი ქართველების ოჯახი, რომელიც პატრიარქმა 20 წლის წინ პირადად გაიცნო და ირანიდან საქართველოში ჩამოიყვანა. სწორედ მათ კლინიკას ვესტუმრე. აქ მოსულს პირველი რაც თვალში გეცემათ აბსოლუტურად სუფთა, სტერილური გარემო და ექიმების მამა შვილის, მოჰამედ რეზა და შაჰრამ რეზვანების უმაღლესი კვალიფიკაციაა. ისინი ტაო-კლარჯეთის სამეცნიერო აკადემიის ნამდვილი წევრები და ტრადიციული მედიცინის ბაკალავრები არიან. ეს არ არის უბრალო კაბინეტი, შეპესე ქართულ-ირანული ხალხური ტრადიციული მედიცინის ცენტრი ოფიციალურად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და საქართველოს კანონმდებლობით მათ აქვს სრული უფლება დაამზადონ ბუნებრივი, ჰომეოპათიური და ანთროპოსოფიული სამკურნალო საშუალებები. ადგილზე მისულს დამხვდა პაციენტი, რომლის პროცედურასაც დეტალურად დავაკვირდი. შედეგით იმდენად აღფრთოვანებული დავრჩი, რომ ჰეჯამათი მეც გავიკეთებ. რა манипуляციაზეა პაციენტი მოსული და რას უკეთებთ ახლა? რასაც ვაკეთებ, კიან ჰეჯამათ თერაპია. და პაციენტი მოსულა წნევების გამო და ხერხემალის დაჭიმობის გამო და აი თავის ტკივილის გამო. აწუხებს მოძრაობა ხელისა და აი სასხლების ტკივილი. და ვასუფთავებს ის სისარღვეებს, ვენებს, შლაკებისგან, ტოქსინებისგან, ცხიმებისგან, მარილებისგან, რაც რომ ხელს უშლის სისხლის მოძრაობას. რამდენი საუკუნოვანი პროცედურაა ეს, როდის შემდეგ, აი ვიცი რომ დიდი ხნის პროცედურაა. კი, ეს იცი რა არის, ახლა რაც დაიწყო მეხუთე საუკუნეში საქართველოში ყოფილა ესეთი რაღაც იქნისაც წავიკითხე. საბერძნეთში ყოფილა, ჩინეთში ყოფილა, ირანში ყოფილა, არაბეთში ყოფილა, რა ვიცი, რუსებმა დაიწყო ესეთი 10-15 წელია და კიდო არის ამერიკაშიც ახალგაზრდებული არის. ამ ძელი მეთოდია, ახალი მეთოდი არ არის, შეიძლება მეხუთე პირველი საუკუნეიდან იყოს. დავიწყებთ ახლა, ჯერ ვაკრემსკა ვაკეთებავთ, ადგილას მოვნიშნავთ. ეს არის ეჯერადი ჩიქა, რაც მარტო ამ საქმეზე გამოიყენება, მერე ეს სტერილიზაციის დაცვა რო ხდება, მაგას გავუსვათ ხაზი, კი ბატონო. აი ეს ადგილი ახლა, ეს ადგილები თავარი ადგილი, პირველი კეთება ეკა, ეს არის დაახლოებით აი ფილტრი, სადაც სისხლი უნდა შეიდეს ორგანიზმში ღირსთან, გულთან, ფილტრებთან, რომ გასუფთავდეს და ეგ გროვდება ეს. თავარი ადგილი არის ეს. რამდენიმე ზონა ალბათ, ხო? დიახ. თავარი ადგილი არის ესე, მეორე ადგილი არის კუდუსუნი, იმის შემდეგ დაავადების მიხედვით კეთება თავზე, სახეზე, შუბლზე, ღვიძლზე, თირკმელებზე, კუნთებზე, მუხლებზე, კოჭებზე. დაავადების მიხედვით გრძელდება ესე პროცედურა. წელიწადში რამდენი პროცედურაა მიზანშეწონილი? ასაკის მიხედვით წელიწადში ერთჯერ იწყება, რაც ახალგაზრდა ხარ, მერე ორჯერ ცოტა ასაკში შეხარ და 3-4 პრობლემა არ იქნება. დავასუფთავეთ. თაფს უსვამ, თაფლი არის ყველაზე კარგი წამალი ჭრილობასთი, ანტიბიოტიკია პირველად და მერე აშუშებს, ახორცებს უცბად. როის ჭრილობას არ უნდა იყოს, თაფლი რო დაასხა, შაშუშდება, შახორცდება. რანელა გამოდის, იმიტომ რომ სისხლი არის გასქელებული. მოძრაობა უჭირს. ფერიც შავი მუქია. მეგობრის რჩევით მოვედი. ეხლა ვიკეთებ ჰეჯამათის პროცედურას. და ვნახოთ რა შედეგი იქნება. ჩემი ჯანმრთელობის შესახებ ასეთი ისე ჩემმა ნაცნობმა მეგობრებმა და გამომწერებმა იციან. მაღალი წნევები მაქვს ბოლო პერიოდის განმავლობაში და მაქსიმალურად უფრო მათ პრობლემის გამო მოვედი, თავის ტკივილებით და მაღალი წნევები. დაუჯერებელია, მაგრამ პროცედურის დასრულებამდე ვიგრძენი საოცარი სიმსუბუქე. თითქოს ორგანიზმმა ხელახლა დაიწყო სუნთქვა. თუ გსურთ ჯანმრთელობის აღდგენა საუკუნოვანი ტრადიციითა და სამეცნიერო გარანტიით, ენდეთ პროფესიონალებს. დეტალებისთვის მოგწერეთ პირად შეტყობინებებში. საიდან ხარ საქართველოში ჩამოსული? ფრონტეიდან, ირანიდან ვართ საქართველოში ჩამოსული. პატრიარქის კუთხეებით ჩამოვედით, რაც პატრიარქმა ჩამოვიდა ფერეიდანში. მამაჩემმა გოუკეთა პირველად პატრიარქზე იქა და იქიდან დაიბადა ჩემი მამა ერქა და იმის შემდეგ ვარ საქართველოში ერთი
16-20 წელი არა გავარ საქართველოში რა არის ქართულადაც კარგად ქართული შემონახული იყო. კი ბატონო იქ ბავშვი რო დაებადება მაინც სანამ წაიდეს სკოლაში ქართულად ლაპარაკობდა ოჯახში ახლაც ქართულად ლაპარაკობდა და კარგი საუკუნეების შემდეგაც ესეც სიყვარულით ინახავთ. აი ახლა პირველად გამოდის სითხე და მარილები ერთად სიმსუბუქე წარმოვიდა თავიდან, აი ამ ადგილიდან. წელიწადში ორჯერ, რა თქმა უნდა, ამით სხვასაც ვეხმარებით, რასაც ის გავიღებ, მაგრამ ეს სხვა პროცედურა, იქ ჯანსაღ სისხლს აბარებ. მე 4-5 თვე წვევები ნაკლებად მქონდა ხოლმე და ამ თითქმის ერთი თავისუფლად კარგად ამოსუნთქე ეს პროცედურა მოიტანს იმას, რომ ჯანსაღ სისხლს კი არ ვიღებ. ცხიმები, შლაკები, უარყოფითი რაც არის, კოლტები, საზიზღვრება რაც არის ორგანიზმში დაგროვილი, ის ყველაფერი გამოიტანება და გამოდის. აი ეს თუ ჩემ ორგანიზმში იყო, კიდე კარგად ვიყავი და კიდე კარგად ვახერხებდი მოძრაობასაც, საუბარსაც. რა წვევაზე ლაპარაკი. აი ეს თუ იქ იყო ჩემს ორგანიზმში, ახლა რაც კადრებში გამოჩნდება, ხოლმე ვერ ვხედავ მკვნეულობა პროცედურა და ამიტომ ეს ტიკაკლეჭილი საერთოდ მკვნეული არ არის. რაც ყველაზე მთავარია, აი თან დაიწყო შემსუბუქება, თითქოს აი რაღაცა მოგიშვა და აი სიმჩატის შეგრძნება დამეწყო.